სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, სიტყვა მერვე, მშვიდობისა და მღლობის შესახებ. საყვარელნო ადამიანთაგან ერთნი აქაც ისჯებიან და იქაც. მეორენი მხოლოდ აქ, მესამენი მხოლოდ იქ, ხოლო მეოთხენი არც აქ და არც იქ. აქ და იქ ისინი დაისაჯნენ, რომლებმაც ქრისტე ჯვარს აცვეს. აქ მათ სასჯელი მიიღეს, როცა ქალაქის აღებისას გამოუთქმელი უბედურება იწმინიეს. საუბარია იერუსალიმის დარბევაზე ტიტუს იმპერატორის მიერ. მაშინ როცა მოხდა ქრისტეს ჯვარცმა, სულ მოკლე ხანში. ხოლო იქ კიდევ უფრო ძლიერ სასჯელს მიიღებენ. შემდეგ სოდომის მოქალაქეები და სხვა მრავალნი. მხოლოდ იქ დაისაჯნენ მაგალითად მდიდარი, რომელიც იწვოდა და ერთი წვეთი წყალიც კი არ ჰქონდა. მაგალითად მეძავი კაცი კორინთელებთან. არც აქ და არც იქ არ დასჯილან მოციქულები, წინასწარ მეტყველები, ნეტარი იობი, ვინაიდან ის რაც მათ განიცადეს სასჯელი კი არ იყო, არამედ ბრძოლისა და ღვაწლის გამოვლინება. შევეცადოთ, რომ მათი ხვედრი მივიღოთ, ხოლო თუ მათი ხვედრი არა, მაშინ იმათი ხვედრი მაინც, რომლებიც ცოდვებს აქ განეშორებია. ის სამსჯავრო ხომ საშინელია, ტანჯვა უწყალოა და სასჯელი აუტანელია. ხოლო თუ გინდა რომ აქაც არ დაისაჯო, თავი თვითონვე განიკითხე და საკუთარ თავს პასუხისმგებლობა მოსთხოვე. მოისმინე, რას ამბობს პავლე. რამე თუ უკვე თუმცა თავთვისთა განვიკითხებდით, არამცა განვიკითხენით. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე. თუ შენ ამას გააკეთებ, გზაზე დაწინაურდები და გვირგვინამდე მიხვარ. მაინც როგორ მოვთხოვოთ საკუთარ თავს სასჯელიო იკითხავ. იგლოვე, იოხრე მწარედ, თავი დაინდაბლე, სასჯელი ითმინე, ცოდვები გაიხსენე, თითოეული ცალ-ცალკე, ეს სულისათვის არც თუ მცირე სასჯელია. თუკი ვინმე გულ შემოსრულია, მან იცის, რომ სული განსაკუთრებით ამით ისჯება. თუკი ვინმე სოდვების ხსოვნა აქვს, მან იცის აქედან მომავალი მწუხარების შესახებ. ამიტომაც ღმერთი სიმართლეს ანიჭებს ჯიუდოდ ასეთი სინანულისათვის. ასე ამბობს, თქო შენ უზრუნოებայի შენი პირველად რაითა განმარტოვდე. ესაა წინასწარ მეტყველი. გამოსწორების საქმეში ცოტას როდი ნიშნავს ყველა ცოდვა შეკრიბა. ისინი გამუთმებით განიხილო და თითოეული ცალ-ცალკე გამოიძიო. ამის მკეთებელი ისეთ შემოსრულებამდე მივა, რომ თავს სიცოცხლის ღირსადაც კი არ ჩათვალეს. ხოლო ვინც ასე ფიქრობს, ის ნებისმიერ ცვილზე უფრო რბილი იქნება. მხოლოდ გარყვნილებაზე ნუ მელაპარაკები. ნუ სხვა აშკარა ცოდვებზე. საჭიროა ფარული ჩანაფიქრებიც შეკრიბო. ცილის წამებებიც, ავსიტყვაობაც, ქედმაღლობაც, შურიც და მისთანანი. იმიტომ რომ ამითაც არც თუ მცირე სასჯელი მოგეწევა. მლანძღველიც გეენიაში ვარდება, ლოცსაც არაფერი აქვს საერთო სასუფეველთან და ის ვისაც მოყვასი არ უყვარს, იმ ზომამდე შეურაცხყოფს ღმერთს, რომ თვით მოწამეობასაც არ მოაქვს მისთვის სარგებელი. ისიც ვინც შინაურებზე არ ზრუნავს, სარწმუნოებიდან იდევნება და ვინც ღარიბებს არ ადაგდებს, ცეცხლში იგზავნება. შეიძლება ეწამო ქრისტესთვის და ამ დროს არ შეურიგდე მოყვას. ასეთი ადამიანი ვერ ცხონდება. თუ კი არ პატიობს და არ ითხოვს შენდობას მოყვასისაგან, მოწამეობრივი ღვაწლიც მისთვის არ მოიქნება.
ამიტომ ამას ნაკლებ მნიშვნელოვნად ნუჩათვლი. არამედ ყველაფერი შეკრიბე, ერთგვარ წიგნში ჩაწერე, თუ შენ ჩაწერ, ღმერთიც ახოცავს, ხოლო თუ არა, თუ არ ჩაწერ, მაშინ ღმერთი ჩაწერს და პასუხს მოგთხოვს. შესაბამისად, ბევრად უკეთესია, როცა ეს ჩვენ მიერ ჩაიწერება, ხოლო ზემოდან აღიხოცება, ვიდრე პირიქით, როცა ჩვენ დავივიწყებთ, ხოლო ღმერთი იმ დღეს, ანუ სამჟავროს დღეს, ამას ჩვენ თვალწინ გამოიტანს. ხოლო ეს რომ არ მოხდეს, გულმოდგინეთ, გამოვიძიოთ და ჩვენ საკუთარ თავს ბევრ რამეში დამნაშავეს აღმოვაჩენთ. მართლაც ვინ არის მომხვეჭელობისაგან სუფთა, ნურაფერს მეტყვი სიდიდეზე, იმიტომ რომ მცირეს გამოც დავისჯებით. ამაზე იფიქრე და შეინანე, ვინ არის ლანძღვისაგან თავისუფალი, მაშინ როცა იგი გენიაში აგდებს. მოყვასის წინააღმდეგ მალულად ვის არ ულაპარაკია, ვის არ ჩაუდენია უგუნურება, ასეთი ვინმე კი ყველაზე ჭუჭყიანია. ქალისათვის არ უცქერია აულაგმავი თვალებით, ასეთი ვინმე კი სრულყოფილი მრუშია. ძმაზე ამაოდ ვინ არ განრისხებულა, ასეთი კი თანამდებარს კრებულისაგან განსვლად, ვის არ დაუფიცია, ეს კი ბოროტისაგან არის. მამონას ვინ არ დამონებია, ასეთი კი ქრისტეს ჭეშმარიტი მონობისაგან ჩამოშორებულია. შემიძლია სხვაც ბევრი რამ თქვა ამის მსგავსი, მაგრამ ნათქვამით საკმარისია, რათა შემოსრულებამდე მიგვიყვანოს. თუ ვინმე ქვა და უკიდურესად უგზნობი არ არის, თუ კი ამ ცოდვათაგან თითოეული გენიაში აგდებს, მაშინ ყველაფერი ერთად თავმოყრილი რას აღარ იზამს. ეკრძალენით ნათქვამია, ნუ უკვე ვინმე შეურაცხყოფ ერთი მცირეთამთაგანი, გეტყვი თქვენ, რამე თუ ანგელოსნი მათნი ცათაშინა, მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელაც სათაშინა. იმიტომ რომ ყოველ მორწმუნეს ანგელოზი ჰყავს. დასაწყისიდან ყოველ დიდებულ კაცს ასევე ჰყავდა ანგელოზი, როგორც იაკობი ამბობს, ანგელოზმან რომელმან მიხსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა. შესაქმეთა წიგნი. ამგვარად თუ ჩვენ ანგელოზები ჰყავს, მაშინ ვიფხიზლოთ, თითქოს ჩვენთან ერთგვარი პედაგოგები იმყოფებოდნენ, ასევე დემონიც გვესრება. ამიტომ ვილოცოთ და ვილაპარაკოთ მშვიდობის ანგელოზი ვითხოვოთ, ყველგან მშვიდობა ვითხოვოთ, რასაც ვერაფერი შეედრება. მშვიდობა ეკლესიებში, ლოცვებში, ვედრებაში, სასჯელებში, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მრავალჯერ გაგებთ მას ეკლესიის წინამძღვარი. მშვიდობა თქვენდა. რატომ? იმიტომ რომ მშვიდობა ყველას სიკეთის მამაა, იგია სიხარულის საფუძველი. ამიტომ ქრისტემაც უბრძანა მოციქულებს, სახლში რომ შევიდოდნენ, მაშინვე ესე თქვა, თითქოს სიკეთეთა ერთგვარ სიმბოლოზე მიუთითებდა და შერა იხვიდოდით სახლსა მას და თქვა მან, მოიკითხეთ იგი და თქვით, მშვიდობა ის სახლსა ამას. თუ კი მშვიდობა არ არის, ყველაფერი ზედმეტია. ქრისტემაც უთხრა მოწაფეებს, მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ. მშვიდობა ამზადებს გზას სიყვარულისაკენ. უბრალოდ არ ამბობს ეკლესიის წინამძღვარი, მშვიდობა თქვენდა, არამედ მშვიდობა ყოველთა. მართლაც რა გამოვა თუ ჩვენ ნაწილთან მშვიდობას ვიცავთ, ხოლო ნაწილთან ომი და ბრძოლა გვაქვს გამართული. რა სარგებელია სხეულშიც ხომ თუ კი შემადგენელ ნაწილთაგან ერთნი დამშვიდებულია, ხოლო მეორენი აღგზნებულნი ჯანმრთელობას ვერასოდეს შევინარჩუნებთ. ეს მხოლოდ საერთო წესრიგის თანხმობისა და მშვიდობის შემთხვევაში არის შესაძლებელი. თუ კი ყველაფერი დამშვიდებული არ არის, თუ ყველაფერი საკუთარ საზღვრებში არ რჩება, მაშინ ყველაფერი ინგრევა. ჩვენ სულშიც თუ ყველა ფიქრი მშვიდი არ არის, მაშინ მშვიდობა არ იქნება. მშვიდობა ისეთი სიკეთეა, რომ სწორედ მის შემოქმედებსა
და ჩამომგდებებს ეწოდებათ ღვთის ძეები. ეს მართებულია ძე ღვთისაც, იმიტომ მოვიდა მიწაზე, რათა მშვიდობა დაემყარებინა, რაც მიწაზეა, იმასა და რაც ზეცაშია, იმას შორის. ხოლო თუ კი მშვიდობის მყოფელები ღმრთის ძეები არიან, მაშინ შფოთის ჩამომგდებნი ეშმაკნის ძენი. ღმერთი მისთვის და შენთვის იქცა მონად და მოიკლა. შენ კი მას, ანუ ძმას არაფრად მიიჩნევ. განა ამით ღმრთის წინააღმდეგ არ იბრძვი, როცა მისი საწინააღმდეგო განაჩენები გამოდის. როცა ეკლესიის წინამძღვარი შემოდის, მაშინვე ამბობს მშვიდობა თქვენდა. როცა საუბრობს, მაშინ მშვიდობა ყოველთა. როცა მსხვერპლი აღესრულება, მშვიდობა ყოველთა და მათ შორის კვლავ მადლი თქვენდა და მშვიდობა. რა უგუნურებაა ამდენჯერ გესმოდეს, რომ ჩვენთან მშვიდობა და ერთმანეთის მიმართ ვომობდეთ. მიიღო და მისცე მშვიდობა და მასთან, ვინც მშვიდობა მოგცა, იომო. შენ ამბობ და სულისაცა შენისა თანა და როგორც ჩანს, მას ატყუებ. ვაიმე, იმიტომ რომ საეკლესიო სიწმინდე უბრალო ფორმალობად იქცა და არა რომელიმე ჭეშმარიტებად. ვაიმე, იმიტომ რომ ამ მხედრობის სიმბოლოები სიტყვებად რჩება. ამიტომაც არ იცით მისთვის ითქმის მშვიდობა ყოველთა, მაგრამ ისმინეთ და განვაგრძოთ. რას ამბობს ქრისტე, რომელსა ქალაქს ანუ დაბასა შეხვიდეთ, მოიკითხეთ იგი და თქვით მშვიდობა ისახლსა ამას და უკვე თუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვედინ მშვიდობაი თქვენი მასზე და უკვე თუ არა ღირს იყოს, მშვიდობაი თქვენი თქვენდავე მოიქეცინ. ანუ რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ ვინ არის იქ ღირსეული და მისსა დადეკით, ვიდრე გამოსვლამდე, ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით მშვიდობა ამ სახლს. ამიტომ არ ვიცით რომ ამას სიტყვების ფორმად ვთვლით და გონებაში არ ვიდებთ. ნუ თუ მეც არ ვიძლევი მშვიდობას, ქრისტეს სულს ჩვენ მიერ გამოაცხადოს, შესაძლოა სხვა ნებისმიერ დროს ჩვენ მადლი არა გვქონდეს, მაგრამ არა ახლა თქვენთვის. თუ კი ღვთის განგებულებითა და ებრაელთა სარგებლობისათვის მადლი სახედარისა და წინასწარმეტყველისაგან მოქმედებდა, ნათელია რომ არც ჩვენგან მოქმედებაზე იტყვის უარს. გადმოვა ამაზე თქვენი გულისათვის. ამგვარად და ნურავინ იტყვის, მე შეურაცხიდან დაბალი ვარ და არავითარ პატივისცემას არ ვიმსახურებო. ეს მეც მეხება, იმიტომ რომ მე სწორედ ასეთი ვარ, მაგრამ ღმერთს ნებავს მრავალთა გამო ყურადღება ასეთებსაც მიაქციოს. აიცოდეთ, მან ინება აბელის გულისათვის კაინთან ესაუბრა, ეშმაკთან იობის გამო, ფარაონთან იოსებისათვის, ნაბუქოდონოსორთან დანიელის გულისათვის, ბალთაზართან ასევე მისთვისვე. მოგვებსაც ელისად გამოცხადება, კაიაფაც, ნათალია ქრისტეს მკვლელი და უღირსი იყო მღვდლობის ხარისხის გამო, წინასწარ მეტყველებდა აარონსაც ამის გამო კეთრი არ შეეხარა. მართლაც მითხარი, მაშინ როცა ორივენი ცუდად ლაპარაკობდნენ, ხოლოდ და რატომ დაისაჯა. ნუ გიგვირს. თუ კი საერთო თანამდებობებში ისე ხდება ხოლმე, რომ ვინმეზე თუნდაც 1000 ბრალდება შემოვიდეს, სასამართლოში მანამ არ მიხავთ, სანამ ძალაუფლებას არ მოიხსნის, რათა მასთან ერთად შეურაცხყოფა მასაც არ შეეხოს, ანუ ხელისუფლების ხარისხს. მაშინ მით უმეტეს სულიერ ძალაუფლებაში, როგორიც არ უნდა იყოს იგი ღვთის მადლი მოქმედებს, თუნდაც ყველაფერიც დაკარგული იყოს, ხოლო როცა იგი ძალაუფლებას მოიხსნის, სიკვდილის შემდეგ ან და სიცოცხლეშივე, მაშინ უმძიმე სასჯელს მიიღებს. ანუ თუ სასულიერო პირი განკვეთილი არ არის ეკლესიისგან
მის მიერ შესრულებული საიდუმლო ასევე ითვლება საიდუმლო. თუმცა იგი მძიმე ცოდვაში იმყოფება და როდესაც მოხდება მისი განკანონება, ანუ როდესაც მას აეკრძალება მღვდელმსახურება, მაშინ შესაბამისად უკვე მის მიერ არანაირი საიდუმლოს შესრულება აღარ შეიძლება. ნუ იფიქრებთ, თითქოს ამას ჩვენი მხრივ ვამბობდეთ, სახელობდობ იმას, რომ ღვთის მადლი უღირსისგანაც მოქმედებს. ჩვენ გამო კი არა, არამედ თქვენ გამო. მოისმინეთ, რას ამბობს ქრისტე და უკვე თუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვედინ მშვიდობაი თქვენი მასზედა. ხოლო როგორ არის ხოლმე ღირსი? თუ კი მიგიღებენ, ამბობს იგი, და უკვე თუ არავინ შეგიწყნარეს თქვენ და არც აისმინეს სიტყვანი თქვენი, გამორა იხვიდოდით მიერ სახლით, გინდა მიერ ქალაქით. განიყარეთ მტვერი ფერხთა თქვენთა, ამენ გეტყვი თქვენ, უმოლხინეს იყოს ქვეყანა იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. ანუ თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით, თქვენ განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება ვიდრე იმ ქალაქისათვის. რა სარგებელია, როცა გვიღებთ და არ ისმენთ იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. რა ისარგებლებთ, როცა მსახურებას იღებთ, ხოლო იმას ყურადღებას არ აქცევთ, რასაც გეუბნებიან. აი რა არის ჩვენთვის პატივი, აი საოცარი და თქვენთვის და ჩვენთვის სასარგებლო მსახურება. როცა თქვენ ჩვენსას ისმენთ. მოისმინეთ, რას ამბობს პავლე. არა ვიცოდეთ ზმანო, ვით არმედ არს ეგემ მღვდელთ მოძღვარ. მოისმინეთ, ქრისტეც რას ამბობს. ყოველსა უკვე თუ რაოდენსა გეტყოდიან თქვენ, დამარხვათ, დაიმარხეთ და ხავთო. შენ მე კი არ უგულებელს მწყობ, არამედ მღვდლობას. როცა დაინახავ, რომ მე იგი აღარ მაქვს, მაშინ უგულებელს ყავი, მაშინ მეც აღარ მივცემ თავს განკარგულებების გაცემის უფლებას. ხოლო სანამ ჩვენ ამ ტახტზე ვზივართ, სანამ თავმჯდომარეობა გვაქვს, სანამ ფლობთ ძალაუფლებას და შეძლებას, თუნდაც უღირსები ვიყოთ და ვინ არის ღირსეული, ყოველი ადამიანი, შორის სასულიერო პირიც, რა თქმა უნდა, არის ცოდვილი. თუ კი მოსეს ტახტს იმდენად პატივს სცემდნენ, რომ მის გამო მას უსმენდნენ, მაშინ მით უმეტეს ქრისტეს ტახტია საპატივცემლო. იგი ჩვენ ვიმემკვიდრეთ. ამ ტახტიდან ვლაპარაკობ. ქრისტემ შერიგების მსახურების ტვირთი მისგანვე დაგვაკისრა. ელჩები, როგორებიც უნდა იყვნენ, ელჩის წოდების გამო დიდი პატივით სარგებლობენ. მართლაც შეხედე, ისინი მარტონი მიდიან ბარბაროსული მიწის ცენტრში, ამდენი მტრების გარემოცვაში და რადგანაც ელჩობის კანონს დიდი ძალა აქვს, ამიტომ მათ ყველანი პატივს სცემენ. ყველანი პატივის სცემით შესქერიან და ყველანი უვნებლებს აცილებენ. ჩვენც მივიღეთ ელჩობის დავალება და ღვთისაგან მოვედით. ეს არის სწორედ ეპისკოპოსის წოდება. ჩვენ თქვენთან მოვედით როგორც ელჩები. გთხოვთ ომის შეწყვეტას და გეუბნებით, რა პირობებით ჩვენ ქალაქების გადმოცემას კი არ გპირდებით, არამედ ამდენსა და ამდენ საწყაურ პურს, არა მონებს, არა ოქროს, არამედ ცათასას უფეველს, მარადიულ ცხოვრებას, ქრისტესთან ყოფნას და სხვა სიკეთეებს, რომელთა შესახებაც ჩვენ თქმაც კი არ შეგვიძლია, სანამ ამ სხეულში და ახლანდელ ცხოვრებაში ვიმყოფებით. ამგვარად, ვინაიდან ელჩობას ვასრულებთ, ვისურვებდით პატივითაც ვესარგებლა. არა საკუთარი თავისათვის, არა ჩვენ ვიცით ჩვენი არარაობა, არამედ თქვენთვის, რათა თქვენ გულდასმით მოისმინოთ ის, რასაც ვამბობთ. ვერ ხედავთ ელჩებს, ყველანი როგორ პატივს სცემენ. ჩვენ ღვთის ელჩები ვართ. ადამიანებთან თუ თქვენთვის რამე
უსიამოვნოა, ეს ჩვენგან კი არ არის, არამედ თავად ეპისკოპოსობისგანაა. არა ამა და ამ ადამიანისაგან, არამედ ეპისკოპოსისაგან. ანუ თუ ჩვენ გეუბნებით სასულიერო პირები ღვთის სწავლებას გადმოგცემთ და თქვენ ვერ ასრულებთ ამას, იმიტომ რომ თქვენთვის მიწიერი თვალსაზრისით ეს შეუძლებელია, ან კიდე სურვილი არ აქვს რომ შეასრულოთ. და ამაზე ჩვენზე მრისხანებთ ან განვიკითხავთ. მე მინდა გითხრათ, როგორც მინდა დონთორი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თქვენ ამ შემთხვევაში მე კი არ განვიკითხავთ როგორც პიროვნებას, არამედ სწავლებას ქრისტესი, რომელსაც ეპისკოპოსი მღვდელი სასულიერო პირი გადმოცემს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ რომ ეს შეასრულოთ, თქვით უზდურივად, ღმერთო შემინდე და მაპატივე. და შესაბამისად შეეცადეთ რომ შემდეგში ეს შეძლოთ და შეასრულოთ. რამე თუ ასეთია ღვთის სწავლება, ეს არ არის ჩვენი სწავლება, ეს არის ღმერთის მიერ მოცემული სწავლება, რომელსაც ჩვენ გადმოვცემთ. არავინ განამე არ მისმენს არამედ საეპისკოპოსო წოდებას. ამგვარად ყველაფერში ღვთის ნების თანახმად მოვიქცეთ, რათა ღვთის სადიდებლადაც განვლო ცხოვრება და სიკეთეებსაც ვეღირსოთ, რომლებიც მათი მოყვარულებისათვის არის აღთქმული. მადლითა და კასტმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისაწმინდისა თანაშვენის დიდება, სუფევა და პატივი, აწ და მარადის და გუნითი უკუნისამდე.